სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ყველას შეგეწიოთ დღევანდელ დღეს მოხსენებულ წმინდანთა ლოცვა და მეოხება. მათი ლოცვით, მათი მეოხებით ღმერთმა გაგვაძლიეროს წმენაში და დაიფაროს ჩვენი სამშობლო. ყველას გილოცავთ, ვინც ეზიარეთ, საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება. ჩვენ გავაგრძელოთ სახარების კითხვა და დღევანდელ დღეს ეს არის ხუთშაბათი, სულთმოფენობიდან 21 შვიდეული და დღევანდელ დღეს ტაძრებში ლიტურგიაზე იკითხება სახარება ლუკასაგან მე-9 თავის 59 და 56 მუხლების ჩათვლით. ტექსტ შევეხებით და მერე შევეცადოთ განვმარტოთ. მიუგოთ იოანე და რქვა, მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელიც სახელითა შენითა ეშმაკთა განასხვიდა და ჩვენ ვაყენებდით მას, რამე თუ არა შემოგვიდგს ჩვენ. რქვა მას იესო, ნუ აყენებთ, რამე თუ რომელი არა არის ჩვენ დამტერი, იგი ჩვენ კერძო არის. და იყო აღსრულებას ამას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავად მან დაამტკიცა პირი თვისი აღწვათ იერუსალიმად და წარავლინა მოციქულნი წინაშე მისსა და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაითა მორავ მზადონ მას და არა შეიწყნარნეს იგინი, რამე თუ პირი მისი იყო მისვლად იერუსალიმად, ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოანე თქვეს უფალო გნებავსა, რაითა ვთქვათ და ცეცხლი გარდამოვიდეს ზეცით და ახოცნეს იგინი, ვითარცა ელიახო. მიექცა იესო და შერისხნა მათ და რქვა, არა იცით რომლისა სულისანი ხარ თქვენ, რამე თუ ძე კაცისა არა მოვიდა წარწმედად სულისა კაცთასა, არამედ ცხოვრებად და წარვიდეს სხვათა დაბასა. ესე იგი დღევანდელი სახარების თხრობა ფაქტიურად იწყება გუშინდელი სახარება როგორც დავასრულეთ, იმით იწყება, გახსოვთ ალბათ, რომ იოანე ეუბნება, რომ ნახეს ვინმე, ვინც მის სახელით ეშმაკს განასყიდა და დააყენეს ისინი, ის ადამიანი, ასე ვთქვათ, მსახურებიდან და მაცხოვარი, მათ არ ეს რაღაცას ეუბნება, რომ მიუშვით, რომ იქადაგოს, იმიტომ რომ ვინც ჩვენი მტერი არ არის, ის ჩვენთან ერთად არის. ეს უბრალოდ აქ ხაზგასასმელი ის არის იოანეს დამოკიდებულება, რაღაცნაირი შიშნარევი მორიდებით ეუბნება მას, რომ დააყენა ის ადამიანი, ვინც ეშმაკს განასყიდა, ხო, მსახურებიდან, რამე ცუდი ხო არ ჩაიდინა, ასე განმარტავს თეოფილაკე ბულგარელი ამას და მაცხოვარი მას, ასე ვთქვათ, ამშვიდებს და ეუბნება, რომ იოანეს ამოძრავდა ის, რომ ჩვენთან ერთად არ ყოფილა, ჩვენთან ერთად არ მიუღია მას ამის ხელმწიფება, ხო, ეშმაკთა განსხვის და განკურნების და ასე შემდეგ და მაცხოვარი ამშვიდებს და ეუბნება, გახსოვთ თქვენ, რომ არაუშავს, თუ თქვენ არ გეშლებათ ხელი ქადაგებაში, ისაც ეშმაკები განისხვებიან მის ხელითაც და თუ ჩვენი წინააღმდეგი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არის და აი ამის შემდეგ უკვე გადადის საუბარი შემდეგ რაღაცაზე, ესეთი მონაკვეთია, რომ იყო აღსრულებას ამას დღეთა ამაღლებასა მისსათა და თავად მან დაამტკიცა პირი თვისი აღწვათ იერუსალიმისად. ანუ აქ თეოფილაკე ბულგარელი აღნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ აღსრულებას ამას დღეს ამაღლებისა მისსასა. ეს ნიშნავს უკვე, რომ მაცხოვრის აქაური, ანუ დედამიწაზე, ასე ვთქვათ, ქადაგების დღეები უკვე დასასრულისკენ მიდოდა, ის ემზადებოდა იერუსალიმში წასასვლელად და მოახლოებული იყო მისი ჯვარცმა, რომელსაც მერე აღდგომა და ამაღლება მოყვა და სწორედ ამას გულისხმობს და აგზავნის თავის მოციქულებს სამარიტელთა სოფელში, რომ გარკვეულწილად მოამზადონ ისინი მის მისაღებად, ანუ იერუსალიმში ასვლამდე უნდა გაევლო ეს სოფელი და ხდება ესეთი რაღაც, რომ სამარიტელები არღებულობენ მაცხოვარს. რა თქმა უნდა, მაცხოვარმა ეს ყველაფერი იცოდა წინასწარ, მაგრამ მაინც უშვებს შეგნებულად მოციქულებს ამ სოფელში, სამარიტელთა სოფელში, რომ არ მისცეს არავის საბაბი სათქმელად იმისა, რომ ის მათთან არ მისულა მას, ან თვითონ, ან მისი მოციქულები არ გაუგზავნია მოსამზადებლად მის საქადაგებლისა, მის საქადაგებლად, ანუ რასაც სიტყვის საქადაგებლად. გახსოვთ თქვენ ესეთი მომენტი არის სახარებაში, როდესაც ის მიდის, მაცხოვარი მიდის თავის მშობლიურ მხარეში, ნაზარეთში და იქაც არღებულობენ მას. რა თქმა უნდა, იცის მან, რომ იქაც არ მიიღებენ, მაგრამ შეგნებულად აკეთებს ამ ყველაფერს, რომ იქაც არ მიცეს საბაბი, რაიმეს თქმის, რომ ჩვენთან არ მოსულა და რანაირად გვერწმუნდა, დაახლოებით იგივე ხდება აქაც, რომ არ მიეცათ საბაბი სამარიტელებისთვის, რომ
არ გამოუგზავნია არავინ ჩვენთან და როგორ მიგვეღო შესაბამისად ის გზავნის მოციქულებს და რა თქმა უნდა ისე ხდება რომ სამარიტელები არ ღებულობდნენ მას და ისინი ასე ვთქვათ გაბრაზებული იოანე და მისი ძმა იაკობი ასეთ რაღაცას ეუბნებიან მაცხოვარს რომ გნებავს რომ როგორც ელიამ ილოცა და ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდა და დაწვა მის ასე ვთქვათ შესაძლებლად მოსული ხალხი ისე გავაკეთოთ ჩვენც და დავწვათ ეს სამარიტელები მაგრამ მაცხოვარი მათ ასე ვთქვათ კიცხავს და ეუბნება რომ არ იცით რომლისა სულისანი ხართ იმიტომ რომ მე არ მოვედი ხალხის დასასჯელად არამედ მათ საცხოვნებლად მოვედი და როგორც განმარტებლები აღნიშნავენ იოანე და იაკობი მაცხოვარმა როგორც მარკოზის სახარებიდან გვახსოვს ქუხილის ძეები შეარქვა საკმაოდ ესეთი მოშურნე ქრისტიანები იყვნენ და ესეთი ახლოს მაცხოვართან და მაცხოვარიც თუ რამე სასწაული აღასრულა მათი თანდასწრებით აღასრულა და საკმაოდ ძლიერები იყვნენ რწმენაში და აი ამ სულით ეუბნებოდნენ რომ ვილოცებთ და ცეცხლი გადმოვა ზეციდან თან შეიძლება როგორც აი თეოფილაქტე აღნიშნავს ნეტარი თეოფილაქტე შეიძლება სამარიტელებისადმი ანუ ზიზღი რო თქვა შეიძლება ესეც ამოძრავებდათ იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ იუდეველების ებრაელების და წარმართების ერთმანეთთან ურთიერთობა არ იყო მთლად ისეთი სახარბიელო ეზიზღებოდათ ფაქტიურად ერთმანეთი და შეიძლება აქედან გამომდინარეც იყო და ძველი აღთქმის სულით მოქმედებდნენო მოციქულები მაგრამ მაცხოვარი მათ კიცხავს და ეუბნება რომ ის არ მოსულა რომ ვინმე დასაჯოს ის მოვიდა პირიქით მათ საცხოვნებლად და შემდეგ მთავრდება ეს ეპიზოდი დღევანდელი სახარებისა რომ ისინი მიდიან უკვე სხვა დაბებში ღმერთი შეგვეწიოს ყველას ღმერთმა ძალა მოგცეს ღმერთმა გაგვაძლიეროს სარწმუნოებაში და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ვინც დღეს ეზიარეთ მაცხოვრის სისხლს და ხორცს ჩვენთან არის ღმერთი